შეხვალ ჩინით ვერანაირ ბუკლეტს ვერ დაარიგებ, გამორიცხულია გარეთ შეგიძლიათ ეს ბუკლეტები დაარიგოთ, არაფერი სტიკერი არ გააკრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გავატარეთ. დაგაგებინეთ, იხსენით, ახალი მითხარ. გოგა. ბატონო გოგა, ეხლა მეც მომისმინეთ თუ შეიძლება. ჩვენ არანაირი აქცია აქ დაორგანიზებული არ აქვს და არც დაგვიგებმა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა შიგნით რაიმეს გაკვრა და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არანაირი დაუგებრობა არ გვექნება დღეს. სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები აქ მოვედით. თქვენთვის განმარტება გამეკეთებინა. მე განგიმარტოთ ახლა ჩვენისთვის ვართ მოსულები, ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პოლიტპატიმრების ხმა და წერილები სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეს. თავისუფლების ხმა ციხიდან ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თელს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმაც აუცილებლად გავცელდება. რაც შეეხება დღეს ჩვენ აქტივობას, აი აქ მგზავრები ვინც მოვლენ, ჩვენ მათ გავესაუბრებით და დავატანთ აი ამ ჩვენს გაზეთს. გასაგებია, ასე მხოლოდ რომ გარეთ აუცილებლად. გარეთ ეს აქტივობა ჩაება. აეროპორტში ჩვენ ალბათ შენობაში შემოსვლა თუ დაგჭირდება ყავის დასალევად, მაგაზეც მე მგონი პრობლემა არ იქნება. ხარით და აგიხსენით შიგნით დაუღოვის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას გავატარებთ. მეც გავატარებ. ეჩიც არ მეპარება.